ემოციური ინტელექტი არის უნარი, ამოვიცნოთ, გავიგოთ და ვმართოთ როგორც საკუთარი, ისე სხვების ემოციები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ემოციური სიბრძნე, რომელიც გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარებაში. თუკი IQ ზომავს ჩვენს ლოგიკურ და აკადემიურ შესაძლებლობებს, ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს რამდენად კარგად ვუგებთ ადამიანებს და საკუთარ შინაგან სამყაროს. აი ემოციური ინტელექტის 4 ძირითადი კომპონენტი დანიელ გოულმანის მიხედვით. ვით შემეცნება. ეს არის საფუძველი. ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იცი, რას გრძნობ მოცემულ მომენტში და ხვდები, როგორ მოქმედებს შენი განწყობა შენსავე ქცევაზე ან გარშემომყოფებზე. მაგალითად, გაბრაზებული ხარ, მაგრამ ხვდები, რომ არა კოლეგის გამო, არამედ იმიტომ, რომ დილით საცობში მოყევი. თვითმართვა. ეს არის უნარი არ აყვე იმპულსებს. იგი გვეხმარება, რომ ემოციებმა არ გაგვიტაცოს და კრიზისულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ბრაზის დროს ვინმეს უყვირო, მოახერხო სიმშვიდის შენარჩუნება და კონსტრუქციულად უპასუხო. სოციალური ცნობიერება. აქ მთავარი ემპათიაა. ეს არის უნარი იგრძნო, რას განიცდის სხვა ადამიანი, მაშინაც კი, თუ ის ამას პირდაპირ არ ამბობს. მაგალითად, ხედავ მეგობარი ჩუმად არის და ხვდები, რომ მას ახლა მხარდაჭერა სჭირდება და არა ხუმრობა. ურთიერთობების მართვა. ეს არის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე უნარის პრაქტიკაში გამოყენება. იგი მოიცავს სხვებზე გავლენის მოხდენას, კონფლიქტების მოგვარებას და გუნდურ მუშაობას. მაგალითად, რთული მოლაპარაკების დროს ახერხებს საერთო ენის გამონახვას ისე, რომ არავინ დარჩეს განაწყენებული. ემოციური ინტელექტს ისევე როგორც სხვა ნებისმიერ კონცეფციას თავისი კრიტიკოსებიც ჰყავს. თავად სახელწოდება ინტელექტი. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ინტელექტს მკაცრი მეცნიერული განმარტება აქვს და ემოციური უნარებისთვის ამ ტერმინის გამოყენება არაზუსტია. მანიპულაციის რისკი. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ემოციური ინტელექტი ძალიან განვითარებული აქვს ადამიანს, რომელსაც ცუდი ზრახვები ამოძრავებს, მან შესაძლოა ეს უნარების სხვებით მანიპულირებისთვის გამოიყენოს. გაზომვის პრობლემა. შედეგები შესაძლოა არ იყოს ობიექტური. ეს იგივეა გკითხოთ. კარგად იცით მათემატიკა? ნაცვლად იმისა, რომ ამოცანა ამოვხსნათ. მიუხედავად კრიტიკისა, ემოციური ინტელექტი რჩება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. კვლევები აჩვენებს, რომ სამსახურებრივი წარმატების დიდი ნაწილი სწორედ ემოციურ ინტელექტზე მოდის. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უკეთ უმკლავდებიან სტრესს. არიან უკეთესი ლიდერები, აქვთ უფრო მყარი და ბედნიერი პირადი ურთიერთობები. ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ IQ-სგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად გენეტიკურია, ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება მთელი ცხოვრების მანძილზეა შესაძლებელი. თუ მსგავსი კონტენტი შენთვის საინტერესოა, გამოიწერე არხი და მოიწონე ვიდეო.